PSB ბორის ივანაშვილის ხელით ეტაპობრივად მიყვება გეგმას. 13 წლის თავზე უკვე დადგა მომენტი, როცა საქართველოს უარი უნდა ათქმევინოს ევროპულ პერსპექტივაზე. ყველანაირზე. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველოს მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნით, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. PSB-ს ეს გეგმა მართლა კარგად აქვს მოფიქრებული. ევროინტეგრაციის სანაცვლოდ აბსოლუტურად გენიალურ კომბინაციას გვთავაზობს. თქვენ ქართველები უარს ამბობთ ევროკავშირსა და ნატოზე, საჯაროდ მიხვდით მებოდიშს, რომ მე დაგხოცეთ, გაგაუპატიურეთ, სახლებიდან გამოვყარეთ და მიწა წაგართვით. სამაგიეროდ მე იმ 22%-ს ვიმყოფინებ, რაც 92 წლიდან დღემდე წაგლიჯეთ, მივიმატე და მივიბორდერიზაციე და ახალ ომს არ ვიწყებ. ჯერჯერობით. თანაც არც მე ამცალია ახლა თქვენთვის იმხელა ომი მაქვს უკრაინაში წამოწყებული, იქიდან არ ვიცი როგორ გამოვწვრი. ხოცის მთელი პროპაგანდა ახლა ამაზეა აწყობილი. ბაბაიას თუ დაუძახებ, აღარ გავახსენდები და აღარ შემჭამსო. არადა, ამდენი საუკუნეა პოლიტიკური კავშირი გვაქვს ამ ქვეყანასთან და ყველა საუკუნიდან ერთადერთი გამოცდილება მოყვება, ღალატი და აგრესია. ზოოფილი და პედოფილი გიორგი რუსი დაწყებული. პრობლემა მხოლოდ პროჭორვილელი არაა, ვინც ნერგავს PSB-ს, ვიმეორებ ძალიან ჭკვიანურ თეზისებს, მესიჯებს. პრობლემაა ოპოზიციაც, რომელიც პირდაპირ ვიტყვი და აქვს უფლება ეწყინოს ახლა იტკიცოს ყველანაირად გაურბის ამ თემის განხილვას. უკვე რამდენი არჩევნები ჩაატარა ისე, რომ სრულიად გამიზნულად დაემალა პროჭორვილელთა მთავარ თეზისს. აბა ომი გინდა? რატომ დაემალა? მოდი ეგეც პირდაპირ ვთქვათ. საკუთარი კვლევების შედეგად ჩათვალა, რომ წლების განმავლობაში უკვე ამორჩევლის საგრძნობ ნაწილის ტვინში გაიდგა ფესვი PSB-ს შემოთავაზებულმა ამ დილემამ და მასთან ბრძოლისა და ადამიანების დარწმუნების ნაცვლად ოპოზიციამ საერთოდ გაჩუმება არჩია. ვითომ თემა არ არსებობს. ვითომ ომით არავინ არავის აშინებს, ვითომ გარშემო არ დადის 10,000 ტვინ გამორეცხილი ადამიანი ხმის უფლებით. ვინც მზადაა საკუთარი სულმოკლეობა სტრატეგიული პოლიტიკით ახსნას. მე იარაღიც რომ ავიღო, მაგას ვერ მოვერევი და ჯობია გავჩუმდე, თორემ მართლა აიღებენ თბილისს. და რა ვქნა, ცხინვალი თუ აიღო, სოხუმი და გაგრა თუ აიღო, ფეხბურთი თუ ითამაშე ჩემბიძაშვილის თავით, მაგას შევეგუები როგორმე. დიახ, ასე ფიქრი ასეთებისთვის კომფორტულია. სინდისის გენჯნას ნაკლებად გრძნობ, რომ ქვეყანას შენი არსებობით ვერაფერს მატებ და სიმღერა ხმალიავლესოთ, მხოლოდ მეხუთე ჭიქის მერე გიხსნის საღერღელს.